ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, რა თქმა უნდა, არის ძალიან სამწუხარო ამბავი, რომლის გამოც ხელისუფლება არ უნდა იყოს წესით მმართველობის სათავეებთან 13 წლის შემდგომ, მით უმეტეს ყველა იმ არადემოკრატიული ნაბიჯის შემდეგ, რასაც ერი ხედავს. როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება, თქვენი პირადი ცხოვრება მას შემდეგ, რაც შეჩერდა ევროინტეგრაციის პროცესი? აი, კომპაქტის ცნობილ განცხადებას გულისხმობ, გასული წლის 28 ნოემბერს, რაც გააკეთა, მან თქვა, რომ გადავადებულია 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი. მახსოვს ძალიან დიდი შოკი მქონდა და ამავდროულად დიდი იმედგაცრუება იმის მიუხედავად, რომ არასდროს არ უჭერდი ამ მთავრობას მხარს. და შეიცვალა რადიკალურად ჩემი ცხოვრება, ყველა დღე ვიდექი საკონსტიტუციოს წინ. იმის მიუხედავად, რომ უნივერსიტეტში დავდიოდი, ინგლისური ფილოლოგიის პირველ კურსელი ვარ და პარალელურად ვმუშაობდი, თუმცა მაინც ვცდილობდი ყველა დღე, რომ ვდგარიყავი ჩემი მეგობრებთან ერთად და გამეპროტესტებინა ის, რასაც ჩადის ეს მთავრობა, ის რომ მივდივართ რუსეთისკენ, ჩრდილოეთისკენ და არა ევროპისკენ და ევროინტეგრაციისკენ. პირადად ჩემს ცხოვრებაზე თუ ვისაუბრებ, ის მეწყინა ყველაზე მეტად, რომ თუ ჩვენ ევროპას ჩამოვშორდებით, დიდი იქნება იმის ალბათობა, რომ შეიძლება წავიდეს ჩვენი კურსი რუსეთისკენ, რომელიც საერთოდ არ მინდა. როცა ვფიქრობდი, რომ ევროპისკენ წავიდოდი განათლების მისაღებად, თუნდაც ჩემს სფეროში მხრივ, რომ ყველაზე მეტად განვითარებული ამ შემთხვევაში ევროპის ქვეყნებია, მაგალითად საავადმყოფოში დასაქმების მიზნით, ეხლა ვგებულობ, რომ არ მაქვს უფლება, რომ თავისუფლად წავიდე. როცა მაშინ შემეძლო, რომ უბრალოდ გასვლით პროგრამითაც კი მიმეყო, გარკვეული თვით, რაღაც 3 თვის განმავლობაში რაღაც განათლება და ახლა ამისთვის უნდა ვიშრომო იმდენად ბევრი და უნდა ვიწვალო საელჩოებში, რომ რაღაცნაირად ვიღაცას ბეჭედი დავარყევინო, რომ იცით თქვენსკენ მართლა განათლების გამო მოვდივარ, როცა შეგვეძლო, რომ თავისუფლად წავსულიყავით. სამწუხაროდ ამაზე არ ფიქრობს ჩვენი მთავრობა და პირიქით გვიზღუდავს ამას და იმედია, ოდესღაც ვიღაც გონს მოეგება და ამ ყველაფერს შეგვიძლია. როდესაც ეს ფაქტი დადგა ჩვენი რეალობის წინაშე, ოჯახის წევრები ერთად ვიყავით და ყველა ის შთაბეჭდილება და ის წუხილი გამოვთქვით, რომ ნელ-ნელა სახელმწიფო შეიძლება უკან-უკან დაიხიოს და ეს ყველა ადამიანის, ყველა ინდივიდის თვის არის ცუდი და ბრაზი იყო პირველ რიგში, მოდი ამას ვიტყვი. ესეთ გაბრაზებული ხარ? კი ბატონო, რა თქმა უნდა. გულშემატკივრობ ჩემს მეგობრებს თბილისში, ვინც სეუს უნივერსიტეტში არიან სტუდენტები, დღე და ღამე რო ათენებენ იქ პარლამენტთან დღესაც და ვცდილობ ჩემი მხარდაჭერა მათ, ქვეყანას და აქციის ყველა მონაწილეს და ყველა პოლიტპატიმარს. აღარ შეგვიძლია ჩვენ ცვლილებებისკენ ცვლა, მხოლოდ შეგვიძლია ჩვენს ქვეყანაში ან სხვა ისეთ ქვეყნაში, რომლებიც უკავშირდება იმ ქვეყნის ინტერესებს, რომელსაც ჩვენი მთავრობა ითვალისწინებს. ფიქრობ, ხმა უნდა მოიღოს ხარჯი და არ უნდა გაჩნდეს. ფილოსოფია ალბათ უფრო მონური და შესაბამისად მიჩვეული ხალხი კომფორტ ზონიდან გამოსვლა არ უნდათ და შესაბამისად ევროპაში ინტეგრაცია ეზარება ცდილობს. წელავენ და ვიცი. სამწუხაროდ მე არ ვაჭერ სათავეში, მაგრამ თუ რო ვიყო, აუცილებლად სხვანაირად წავიდო და ონის პროცესი. ჩვენ ცოტა უძლურები ვართ მგონი. უნდა შეიძლება დრო უნდა გავიდეს საკმაოდ, ალბათ 20 წელი ალბათ. ძველი თაობა მიიცვალოს, ახლები, ახალი იდეებით, ახალი იმედებით ავადებულები მოვიდნენ. არ დღეს შეუძლებელია ცვლილებები ამ კუთხით? სამწუხაროდ, კი, ასე მგონია. ამ ქვეყანას საბჭოთა კავშირიდან გათავისუფლების შემდეგ ყოველთვის ჰქონდა პრობლემა რუსეთის ფედერაციასთან და არა მარტო ამის გამო ცხადია ჩვენ ყველა ნებისმიერ სახელმწიფოს განვითარებად ღარიბ ქვეყანას სჭირდება ბუსტი იმისათვის რომ განვითარდეს. ევროკავშირი არის თავისუფალი ბაზარი, ასევე თავისუფალი მიმოსვლა ადამიანებს და ბიზნესებს შორის და ყველაფერი ის რაზეც დაფუძნდა ეს გაერთიანება ჩვენთვის მნიშვნელოვანი როგორც უსაფრთხოების გარანტია, რადგან ევროკავშირის ქვეყანა არადოს არ ყოფილა ომში და არადოს არ ყოფილა თავდასხმის ხელფლის სხვა ქვეყნისგან, ისეთი ძილერისგან თუნდაც როგორც რუსეთია და ასევე რა თქმა უნდა ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა. თქვენი პირადი აღქმები როგორია, ემოციები როგორია, როცა თქვენ კომპაქტის მოусმინეთ 28 ნოემბერს და მან თქვა რომ ვაჩერებთ. ეს იყო ფარსი პირდაპირ მნიშვნელობით, რადგან ყველა მიცის რომ თითოეული სახელმწიფოს მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის სჭირდება მინიმუმ 4-5 წელიწადი მოლაპარაკების პროცესი ძალიან გაწელილია, რადგან სამართლებრივი სტრუქტურა და ჰარმონიზება სჭირდება სამართლებრივი სისტემების და ასევე სხვა სისტემების და ეკონომიკური სისტემების და მაშინ მოლაპარაკების პროცესი ძალიან ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ერთ-ორ წელიწადში ვერ მოესწრება ვერავითარ შემთხვევაში და ამიტომ ყველა ის განცხადება თუ რომ 2028 წლის შემდეგ შესაძლებელია ამ მოლაპარაკების თავიდან დაწყება არის აბსურდი.
ქართული დიპლომი შესაძლოა დაემუქროს მას საფრთხე და ევროპაში და ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოებში, სადაც გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ესტონეთის და სხვა განვითარებულ უნივერსიტეტებში ქართული დიპლომი აღარ მიიღება და აღარ მიიღება ამ შემთხვევაში დაკარგავს იმ ფასს, რაც საჭიროა. და როდესაც მიხვალ ქართული დიპლომით, არ ჩაგთვლიან კვალიფიცირებულ ან იურისტად, ან ექიმად, ან რომელიმე სხვა პროფესიის წარმომადგენლად, ეს პრობლემა ჩვენთვის კონკრეტულად. პლუს გაცვლით პროგრამებიც, რომელიც ევროკავშირის პირდაპირ დაფინანსებითაა, ერასმუს პროგრამით გაკეთებული, ისიც საფრთხის ქვეშაა და ზოგადად წმენა დაიკარგა იმისა, რომ მომავალი შეიძლება იყოს ნათელი. ხოლო ახალგაზრდებს ეს სჭირდებათ, ახალგაზრდებს აქვთ ენერგია, რათა ჩაერთონ ამ პროცესებში და თუ მათ რწმენა არ აქვთ ნათელი მომავლის, მათი ერთადერთი არჩევანი იქნება ქვეყნიდან წასვლა. და ამის ეს პროცესიც მიმდინარეობს სამწუხაროდ. საშიშროება დაემუქრება ჩვენს თუნდაც აღებულ დიპლომების ხარისხთან დაკავშირებით, ცოდნასთან დაკავშირებით, რადგან უკვე უარი განაცხადეს გაცვლის პროგრამებთან პროგრამებზე რამდენიმე ქვეყანამ და ასე რომ ვთქვათ, დაკარგული შანსების რაოდენობა გაიზრდება სტუდენტებისთვის. თქვენთვის ეს არის დაკარგული შანსი, როცა შეწყვიტა ევროინტეგრაციის პროცესი ქართულმა ოცნებამ. რა თქმა უნდა, სხვადასხვა დაფინანსებებს ვიღებთ ევროპიდან და სხვადასხვა სივრცეში, თუნდაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, გაჭირვებული ადამიანებისთვის დახმარების შეწყვეტას უდრის, ჩემი აზრით. ვაპროტესტებთ ამ მოვლენებს, რაც ქვეყანაში ხდება. ძალიან გვაძღებს ის ფაქტი, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩემი ტოლა ბავშვები ციხეში არიან და მე რაფერს ვერ ვაკეთებ, მაგრამ რა ვქნათ, შეგვიძლია იმას ვაკეთებ, თავარია ერთად ვიდგეთ და ყველაფერი ადრე თუ გვიან დასრულდება, ამის იმედი მაქვს. ჩემი შესაძლებლობები უფრო ვიწროვდება და შესაბამისად არ მექნება თავისუფალი, ხმის ამოღების უფლება, თავისუფალი აზრის დაფიქსირებაც უფრო შეფერხდება და ცუდი იქნება, რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანია ყველა ერთად ვიდგეთ და შევეწინააღმდეგოთ ამ ყველაფერს, რაც საქართველოში მიმდინარეობს. ვხედავთ თურქეთში, რაც მიმდინარეობს, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში და ვფიქრობ, რომ ყველაფერს აქვს აზრი. როგორც ვიცი, გადადგა სერბეთის მთავრობა, იმედია ჩვენაც იგივე მოხდება. ევროპა ჩემთვის არის პირველ რიგში თავისუფლება, იმიტომ რომ საქართველოში ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ეშინიათ ან არ აქვთ გამოთქვან თავიანთი აზრი თავისუფლად, ეს ჩემი აზრით დიდი პრობლემაა. შემდეგ შემიძლია ვთქვა ევროპაზე, რომ დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, რომელიც სამწუხაროდ დღეს ჩვენ ქვეყანაში არის რთული საკითხი. ასევე მინდა ვისაუბრო ისეთ თემებზე, როგორიც არის განათლება, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დღეს კიდევ ისეთივე რთულია შედარებით ევროპულ ქვეყნებთან. თუნდაც ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, როდესაც მოსწავლეები ბევრი ადამიანი, რომელიც უკვე მიდის სხვა ქვეყანაში სწავლის გასაგრძელებლად. ჩემი აზრით და როცა ასრულებენ სწავლას, ან აღარ ბრუნდებიან ჩვენ ქვეყნებში, ან კიდე აგრძელებენ სხვაგან სწავლას. ჩემი აზრით ეს დიდი პრობლემა არის და ევროპული თავისუფლება ამას მოიაზრებს ზუსტად, რომ ყველაფერი უნდა იყოს სამართლიანი. თუ ჩვენი კურსი წავა რუსეთისკენ, ჩემი აზრით ეს გამოიწვევს ჩვენი ქართული დიპლომების ევროპის მიერ უარყოფას. და შესაძლებელი არის ისიც, რომ ჩვენ თუ უარყოფილი ვიქნებით ევროპისგან, ჩვენი სწავლა თუ უარყოფილი იქნება ევროპისგან, უფრო გართულდება ჩვენი როგორც პროფესიონალების ჩამოყალიბება ამ ქვეყანაში. ჩემთვის ევროპა ნიშნავს სწორ გზას, ამ შემთხვევაში ყველაზე სწორ გზას, იმისთვის, რომ განვითარება მოხდეს ხალხში. მაგალითად, თუნდაც განათლების მხრივ, თუ გვინდა რომ განვითარდეთ და არა დეგრადირება განვიცადოთ, ამ შემთხვევაში ევროპა არის ერთ-ერთი სწორი გზა ჩვენთვის, ახალგაზრდაობისთვის, არა მარტო ახალგაზრდაობისთვის, იმათთვის, ვისაც სწავლა წურია. ემოცია როგორ იყო, როცა გაიგეთ, რომ გადავადა ეს ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე, ანუ 22 ნოემბრის კოპაკიძის ცნობილ განცხადებას გულისხმობს. ანუ პირველ რიგში იყო ის, რომ გული დამწყდა, ყველანაირი ინტერესი გამიქრა იმის, რომ ცხოვრებისთვის რაღაც ხალისი შემეხედა, იმიტომ რომ სამედიცინოზე ვსწავლობ და ვიცი, რომ სულ მცირე 6 წელი, პირველი დაწყებითი 6 წელი მედიცინას უნდა შევეგუო რა. და როცა ვფიქრობ ყველაფერს, რომ დაწყებითი 6 წელი, შემდეგ რეზიდენტურა უნდა გავაგრძელო, სადეგეც აღარ ვიცი, ანუ უნდა გავაგრძელო რეზიდენტურაზე სწავლა და თითქმის მთელი ცხოვრება უნდა მიუძღვნა იმას ჩემს საყვარელ საქმიანობას. და რომ დავფიქრდი, ვისთვის, ანუ
კი, ჩემი ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ამ ქართველ ხალხში იმხელა განსხვავება, ანუ იმდენად გაიყო ქართველი ხალხი, რომ გული დამწყდა უბრალოდ, რომ სწავლობ, ემიგრანტი მშობელი მიდის და ჩემთვის შრომობს და რისთვის, ანუ იმისთვის, რომ ხვალ გავახილო თვალი და რაღაცა სრულიად ანუ დეგრადირება განვიცადოთ რა. ამიტომ ამას როცა ვაკეთებთ, უკან უნდა მოველოდეთ, ანუ შეიძლება 100%-ად უკან არ დაგვიბრუნდეს, მაგრამ რაღაც სარგებელს მაინც უნდა მოველოთ, რომ გავიხაროთ მაინც. სამწუხაროდ პირიქით უკან მივდივართ რა, ანუ არაფერისაც ეკეთვა არ მოდის ჩვენკენ. აი, ილიას სიტყვები ჩვენისთანა ბედნიერიერი, მე მგონი ხდება მართლა. კულტურულად ყველაზე ახლოს ევროპასთან ვართ და არა მაგალითად წავიდეთ აზიის ქვეყნებისკენ, ან სხვა კონტინენტზე ვეძებოთ ეს, იმიტომ რომ ისტორიის მანძილზე ყველაზე ახლოს ევროპასთან ვიყავით. შესაბამისად, ადაპტაცია უფრო არ გაგვიჭირდება, რომ თქვა ევროპული კულტურისკენ მივიდეთ და ნელ-ნელა განვითარდეთ. ანუ ევროპა არ ნიშნავს იმას, რომ გადავგვარდებით ან რაღაცა კულტურა წაიბილწება, ანუ იმიტომ რომ ისტორიის მანძილზე რასაც გულისხმობ, რომ ყოველთვის ევროპასთან ახლოს ვიყავით. ამ ცდილობდით, რომ ევროპაში ჩვენი როლი გვეთამაშა, აი მაგალითად ის, რომ საქართველოსზე გადიოდა აბრეშუმის გზა, რომელიც დამაკავშირებელი იყო ევრაზიის კონტინენტის, ანუ გულისხმობდა, რომ კულტურა აქ მოძრაობდა და შესაბამისად ევროპა არის ერთ-ერთი სწორი გზა ამ შემთხვევაში ჩვენთვის. რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს ოცნების პრემიერმა თქვა, რომ გადავადებულია ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყების პროცესი 2028 წლამდე, ანუ ფაქტობრივად მან შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. როგორი იყო თქვენი ემოცია, როცა მოისმინეთ პროპაგანდის განცხადება და როგორ შეიცვალა მას შემდეგ თქვენი ცხოვრება? მე ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი იმ ადგილის დატკეპნის დასაწყისი იყო, რომელსაც აქამდე გამოვდიოდით, ანუ უფრო წინ მივიწევდით და დღეს იმ ადგილას გავჩერდით, სადაც მოვედით დღემდე. ეს 2028 წლამდე შეჩერება იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ ევროპისკენ სულა უკვე ვეღარ შევძელით, გავჩერდით, ჩვენი განვითარებაც შეწყდა, თითქმის, ანუ შეიძლება სწავლის მხრივ ეს ყველაფერი არ აისახა, თუმცა ჩვენი მომავალი უფრო მეტად აისახა იმ ყველაფერზე, რომ გაცვლითი პროგრამები შეგვიწყვიტეს. ამიტომ გაცვლითი პროგრამები ერთ-ერთი ჩვენი გზა იყო უფრო ცვლილებებისკენ. ისინი უნდა ცნობიერებდეს, რამდენად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, მსოფლიოსთვის ევროპა და რამდენად დიდი ზიანი მიაყენა ამ ყველაფერმა ჩვენს განათლებას. ერთ-ერთი უნიშნულოვანესი და მწვავე საკითხი იყო ეს, რომ ჩვენს უნივერსიტეტს დააკლდა ევროპის ხელი, ანუ გაცვლითი პროგრამების მხრივ. განვითარება არ გვექნება პირველ რიგში ქვეყანას, ვერ დაუკავშირდებით ევროპულ სახელმწიფოებს, ევროპულ ღირებულებებს და განვითარების სხვა საფეხურზე მაღალ დონეზე ვერ გადავალთ და ეს ფაქტი არის, რომ დავრჩებით დაბალ დონეზე, რომელ საფეხურზეც ვართ დღეს, რომელ საფეხურზეც არის დღეს ჩვენი ქვეყანა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ, რადგან დასავლეთთან ინტეგრაციის გარეშე თქვენი სახელმწიფოს არის დამოუკიდებლობა, შერჩება დიდი ხნის მანძილზე და თან ნორმალური განვითარება შესაძლებელია მხოლოდ დასავლურ დემოკრატიულ სისტემებში.